გამარჯობა მეგობრებო, ჩემი სახელია ნიტა, მე ვარ 7 წლის და დღეს ჩვენ გავაკეთებთ ძალიან საინტერესო და ლამაზ რაღაცას. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება წებო, ფანქარი, სათლელი, რა ვიცი რო გაგვიტყდეს და წვერი რა ფანქრის, მაკრატელი და ფერადი ფურცლები. კიდევ დაგვჭირდება ჩვენ რა თქმა უნდა ფლომასტერები. ვიდეო რომ ძალიან არ გაგრძელებულიყო, მე წინაც წარმოვამზადე რაღაცეები. პირველი არის ლურჯი, ესე მრგვალად ვჭრით, შემდეგი არის ესეთი პატარა, თეთრი, ლურჯზე პატარა და ასევე არის ყვითელი, ასეთი და ასეთი ხაზები აქვს. ამოჭრილი. მოდი ახლა მივყვეთ და განახებთ რა რისთვის გვჭირდება. პირველ რიგში ამ ლურჯ მრგვალს უნდა დავაწებოთ ეს თეთრი, შუაში. ნახეთ, ასე რა შუაში. მოდი დავაწებოთ. ასეთი უნდა გამოვიდეს. ეხლა ვიღებთ ყვითელს და ამ თეთრის ოდნავ ზემოთ ვაწებებთ. მეგობრებო, დავაწებე და ასეთი გამოვიდა. აბა თუ გამოიცნობთ, რას ვაკეთებ შემდეგ. ვიდეო დააპაუზეთ და დამიწერეთ კომენტარებში რა უნდა ვქნა. ასევე არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება და ჩემი არხის გამოწერა. ალბათ კომენტარები დაწერეთ და ეხლა გეტყვით რა უნდა გავაკეთოთ სინამდვილეში. უნდა ავიღოთ ფანქარი და დავახვიოთ ასე. ეხლა პირველს გაჩვენებთ ნელა, აჩქარებულად არა. ასე უნდა დავახვიოთ. ასე. ასე დავახვიოთ. მეგობრებო, ასეთი გამოვიდა. ალბათ უკვე ხვდებით, რასაც ვაკეთებ. ეხლა ესე უნდა ჩავანაგოთ თმებში. ასე. მეგობრებო, ასეთი გამოვიდა და როგორც ეს დავახვიეთ, ისე უნდა დავახვიოთ ეს. ახლა ხომ მიხვდით უკვე რასაც ვაკეთებ. დაგვრჩა თვალები, ლოყები, პირი და გვირგვინი. მოდი ჯერ დავხატოთ თვალები. მეგობრებო, ესეც ჩვენი პრინცესა. ეხლა ვიწყებთ გაფერადებას.
მეგობრებო, ასეთი გამოვიდა, ნახეთ რა ლამაზია. ეხლა ვარდისფერი გვირგვინის დრო დადგა. ვიღებთ მწვანეს, სტაფილოსფერი, ვარდისფერი და ძისფერი. ასე დასრულდა ჩვენი პრინცესა. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მე ძალიან მომეწონა. თქვენ კომენტარებში დამიწერეთ ამ პრინცესას რას დაარქმევდით. და კომენტარებში დამიწერეთ, ცდით თუ არა ამ თოჯინის გაკეთებას. ისე ესეთი ლამაზი კულულები მოგწონთ? მეგობრებო, ამ პრინცესის ნახაც განახებთ უფრო ახლო კადრებიდან. უფრო ახლოდან აი ასეთია. ასე დასრულდა ჩვენი ვიდეო. მიყვარხართ და ნახვამდის.